რა არის ინოვაცია? ინოვაცია არის რაღაცა სიახლის შემოტანა, რომელიც მნიშვნელოვნად და რადიკალურად ცვლის უკვე იმ არსებულს, რაც იყო უწინ. და ეს ინოვაციური სისტემები ყოველთვის მიმართულია ხოლმე იქითკენ, რომ გაამარტივოს უკვე ის ძველი არსებული მდგომარეობა, რაც მანამდე იყო. აი, მაგალითად, ასეთივე ინოვაციური გამოგონება იყო ტელეფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი, ხო? და ჩვენ, როდესაც კომპანია ლივგუდის პარტნიორები კომპანია ლივგუდს მოვიხსენიებთ, როგორც ინოვაციას, ზუსტად იმას გულისხმობთ, რომ კომპანია ლივგუდი არის ინოვაცია, არა ერთი რომელიმე კომპანიის გაუმჯობესებული ვერსია, არამედ ინოვაცია მსოფლიო ბაზარზე. მან რადიკალურად შეცვალა ბიზნეს სამყარო აი ამ კუთხით. ეს სწორედ ამ ინოვაციურობით გახდა რეკორდსმენი კომპანია, ასე ვიტყოდი კომპანია ლივგუდი, რომ შევიდა ყველა მიმართულების კომპანიებს შორის 5%-ში მსოფლიოში და მიენიჭა სტატუსი 3A+. ამ სტატუსს რომ მიაღწიონ კომპანიებმა ზოგს 10 წლობით ჭირდება და ზოგიერთი კომპანია საერთოდ ვერ აღწევს ამ სტატუსს. კომპანია ლივგუდმა კი ეს მიღწევა მიიღო ზუსტად წელიწად ნახევარში. და დღეს კომპანია ლივგუდი ათასობით კომპანიებს შორის ათეულში ლიდერობს და ართმობს მოწინავე პოზიციებს. ზუსტად იმიტომ, რომ აქვს საუკეთესო პროდუქტი მთელს მსოფლიოში და არის ყველაზე სანდო კომპანია. აი მისი ინოვაციურობიდან გამომდინარე გახდა ყველაზე სანდო კომპანია ლივგუდი და მისმა პროდუქტმა მოიპოვა მსოფლიო აღიარება. მსოფლიოში საუკეთესო პროდუქტია კომპანია ლივგუდს და მას უკვე ბრენდის წოდება აქვს. და მისი პროდუქტიც კი არის ინოვაციური ქმნილება, იმიტომ რომ ძველმა მამაპაპისეული მეთოდი და ნანოტექნოლოგია არის ერთდროულად შერწყმული აი ამ პროდუქტში. მეორე მხარე კი არის ის, რომ კომპანია ლივგუდმა აირჩია მისი ბიზნესისთვის ის გამართლებული მეთოდი, რაც უკვე ამ თანამედროვე სისტემაში გახდა პოპულარული. კომპანია ლივგუდი კიდევ აღნიშნავ, არ მუშაობს ქსელური პრინციპით და მას კლუბური მიმართულება აქვს. და სწორედ იმითია გამარტივებული სისტემა და იმით განსხვავდება ქსელური კომპანიებისგან, რომ არ გვავალდებულებს კომპანია ლივგუდი ყიდვა-გაყიდვას. ძალიან მარტივი სამუშაო სისტემა და სამუშაო ბიზნეს მოდელი აქვს, ასე ვიტყოდი. და მისი სამუშაო პრინციპი არის კლუბურ საწევრო გადახდაზე ორიენტირებული და არა გაყიდვებზე. უფრო